ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის ორგანიზებით 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნა. თუმცა პირველი რამაც ყურადღება მიექცია იყო ის, რომ ეს რაიმე ღონისძიებას კი არა, გავდა რადიკალური ოპოზიციის მორიგ შეკრებას ელჩების მონაწილეობით. როგორც გაირკვა, ევროკავშირის ელჩს ღონისძიებაზე არ მიუწვევია ხელისუფლების წარმომადგენლები, რამაც ცხადია ელჩის მიუკერძოებლობაზე არსებული კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა. მას კითხეს კიდეც, მიიწვია თუ არა მისივე ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობა, რაზეც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ეს ღია ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ. ალბათ თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში ჩვენი პოსტერები. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პაվել ჰერჩინსკი მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ამბობს, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ის სტუმრად იმყოფება და ელჩია, Facebook-სა და Instagram-ზე უნდა ეძებნა ვიდეოები და ამოეკითხა, რომ აღნიშნული კლიპები მოსაწვევი ბარათის როლს ასრულებდა. რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული დამოკიდებულებაა. თუმცა თუ ყველაფერს საკუთარ სახელს დავარქმევთ, ევროკავშირის ელჩის ქმედება ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაზიანებისკენ იყო გადადგმული და ერთგვარ პოლიტიკურ აქტს წარმოადგენდა, რაზეც იგივე კომენტარში თქმული მისი აქცენტებიც მიანიშნებს, როდესაც ხელისუფლების მოწვევა არ მოწვევის კითხვის პასუხს ასე განაგრძობს. სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი და ეს განპირობებულია ხელისუფლების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებით. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების რეალობა. რატომ არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს ამგვარი აღარ ჩავუღრმავდებით? საზოგადოება საკმარისად ინფორმირებულია იმ არაჯანსაღი დამოკიდებულებით, რაც ევროკავშირმა გამოავლინა საქართველოსთან დაკავშირებით, დაწყებული შანტაჟით და დამთავრებული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, უსამართლო გადაწყვეტილებებითა თუ ორმაგი სტანდარტებით. და მაინც, კიდევ ერთხელ, რადგან ელჩმა წამოჭრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი, სწორედ მისი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ქმედებები აღწერს ნათლად, როგორი ქმედებები აზიანებს ურთიერთობებს. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ელჩის საპატიო სტუმრებს წარმოადგენდნენ, ევროპის დღის ღონისძიებაზე საბოტაჟის რეჟიმში არიან. არადა წინ თვითმმართველობის არჩევნებია, რაზეც ბატონ ელჩს მედიამ შეფასებას თხოვა. პაվել ჰერჩინსკი კი პასუხობს. ქართული ხალხისთვის რამის თქმა თუ რა გააკეთონ, ჩემი საქმე არ არის. ეს ნამდვილად ელჩის პასუხია, რომელიც დიდი ხნის წინ დარღვეულ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდა, მაგრამ მისი კომენტარი იმავე წამს ასე გაგრძელდა. ვწუხარ, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. როგორი ცინიზმია, როდესაც ევროკავშირის ელჩს წითელი ხაზები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც ისეთ კითხვას უსვამენ, რომელზეც პასუხი არ აქვს. დიახ, ის რჩევასაც ვერ აძლევს რადიკალებს, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. საკუთარ აზრსაც ვერ გამოთქვამს. ელჩიც და მისი საპატიო სტუმრებიც ჯერ კვლავ დირექტივის მოლოდინში არიან თუ რა უნდა გააკეთონ. ამიტომაც არჩევნების საკითხზე მკაფიო პოზიცია არ არსებობს. ელჩს კი სწორედ ახლა ახსენდება, რომ ელჩია, მაგრამ როდესაც კონკრეტული დირექტივა მოსულია, ბატონი ევროკავშირის ელჩი უმალ ვიწყებს, რომ ელჩია და კომენდანტის ფუნქციებს ითავსებს. მოდით ვნახოთ, რამდენად გულწრფელია ბატონი ჰერჩინსკი, როდესაც ამბობს. ქართული ხალხისთვის ამა თუ იმ პარტიაზე რა მის თქმა და თუ რა გააკეთონ, ჩემი საქმე არ არის. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ვთხოვთ მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენ სურვილებსა და მისწრაფებებს. თქვენი შვილები, ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს. ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებისგან შორს არიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას. ჩემი საქმე არ არის. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ეს კანონი ამ ფორმით არ იქნება მიღებული. საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ კანონი არ იქნეს მიღებული. გაიწვიეთ ეს კანონი. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. წერმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ
რომ მისი როგორც პატიმრისა და სასამართლოში მოპასუხის ყველა უფლება დაიცვას. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ. არის არაპროპორციული გამოყენება სასამართლო სისტემისადმი, ნდობის შერყევა და მზია ამაღლობლის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ჩემი საქმე არ არის. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს არ დაეხმარება, იყოს სტაბილური. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. აშკარაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და ამყაროს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, მოусმინოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემი საქმე არ არის. თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამძლეობით და ბრძოლით, ხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის ქუჩაზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ვდგევართ ქართველი ხალხის გვერდით. ეს სწორედ იმელჩის განცხადებების ნაწილია, რომელიც 9 მაისს განცვიფრებული პასუხობდა კითხვებს, როგორ შეიძლება ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. მე ამას არ ვიკადრებო, მაგრამ რეალობა ხომ განსხვავებულია და ისე ჩანს, რომ მისი ორმაგი სტანდარტებით ევროკავშირის ელჩი ისევე აკნინებს ევროპულ ღირებულებებს საქართველოში, როგორც თავად ბრიუსელი ევროპაში. ელჩის სიტყვები მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მხოლოდ არასასურველი კითხვისგან თავის არიდებაა, რადგან დირექტივა არ ჩამოსულა რა თქვას. აი იმ შემთხვევაში კი, სადაც დირექტივაც და ნარატივიც უკვე არსებობს, სულ სხვაგვარად ხდება და არქივი მსგავს ფაქტებს ბლომად ინახავს. მისი ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ახლა არჩევნებზე საუბრისგან თავს იკავებს. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ყოფილა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ პარალელური ხმის დათვლის გამყალბებელ ისპედს სტუმრობდა და არჩევნების მნიშვნელობაზე საკმაოდ თამამად აკეთებდა განცხადებებს. ხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებს, როგორიცაა ისფედი, რომლებიც ასევე დააკვირდებიან არჩევნებს. ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებების საფუძველზე გადავწყვეტ, მივიჩნევთ თუ არა არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად. როდესაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე საუბრობს, უნდა გავიხსენოთ, რომ არც ერთხელ პაվել ჰერჩინსკის საჯაროდ არ დაუგმია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობა რუსთაველზე. ქართველი ხალხისთვის რამის თქმა თუ რა გააკეთონ, ჩემი საქმე არ არის. ეს ახლა არასასურველი კითხვის პასუხად. თუმცა რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდებთან, როდესაც ატარებდა შეხვედრებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ეს თურმე არ ყოფილა ქართველი ხალხისთვის რამის თქმა და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი. ძალიან ბევრ ახალგაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შევხვდი. როგორც ევროკავშირის ელჩს მქონდა პრივილეგია ახალგაზრდა ადამიანებისთვის გამეცნო თუ რა არის ევროკავშირი, ასევე ის თუ როგორ გვინდა რომ საქართველო ერთ-ერთი ჩვენთაგანი გახდეს. ევროკავშირის ელჩი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც მისი განცხადებებით პოლიციელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ახალისებს და მზია ამაღლობელი, რომელმაც ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის აქციაზე სამართალდამცავს ხელი გაარტყა, სიმამაცის სიმბოლოდ რაცხავს და მის გათავისუფლებას ითხოვს. დღეს არის მცდელობა გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს, ეს მიუღებელია. უკვე 37 დღეა რაც მზია შიმშილობს, მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელობთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. და მაინც პაվել ჰერჩინსკი კამერების წინ დგას და გვარწმუნებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ისე საინტერესო ტენდენციაა, რომ ელჩს მისი ელჩობა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც არასასურველ კითხვას ისმენს. ასე იყო მაშინაც, როდესაც თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციებზე დაშავებულ პოლიციელებზე კითხეს. მაშინაც ვერ დააცდებინა მედიამ ერთი კრიტიკული შეფასებაც კი ევროკავშირის ელჩს სამართალდამცავების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, რომელიც ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი, როდესაც მას აქციების შედეგად დაშავებულ ასობით სამართალდამცავზე ვკითხეთ. უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის ელჩს ამ შაბლონური განცხადების გაკეთება ჩვენი კითხვის შემდეგ მოუწია აქციების დაწყებიდან მე-10 დღეს. საინტერესო ის არის, რომ მას ამ 10 დღის განმავლობაში არც შეშფოთება ან აღშფოთება, ან უბრალოდ პოზიცია არ დაუფიქსირებია საკუთარი ინიციატივით დაშავებულ სამართალდამცავებზე, რასაც ვერ ვიტყოდით აქციის მონაწილეებზე. ბატონი ჰერჩინსკის განცხადებაში, როგორც ჩანს, ვერ მოიძებნა ადგილი ქართველი პოლიციელებისთვის, როდესაც განაცხადა.
უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მეტიც, ევროკავშირის საელჩომ ჟურნალისტიკაში პრიზის გაცემის საიმიჯო კლიპშიც კი გამოიყენა ძალადობრივ აქციებზე გადაღებული კადრები. იმ აქციებზე, სადაც რადიკალი მომიტინგეები პარლამენტს წვავდნენ, პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდნენ. ასობით პოლიციელი დაშავდა და ერთმა მხედველობაც კი დაკარგა. ელჩს ახლა უჭირს პასუხის გაცემა კითხვებზე, საკუთარი აზრის დაფიქსირებაც კი, მაგრამ როდესაც საქმე ქართული ოცნების საარჩევნო კლიპს და ბანერებს ეხებოდა, რომელზეც აღბეჭდილი იყო ორი ალტერნატივა: ომი, რომლისკენაც ოპოზიციას მიყავდა ქვეყანა და მშვიდობა, რომელსაც ხელისუფლება იცავდა. თავისი აზრის დაფიქსირება არ გასჭირვებია. ბილბორდების შესახებ მიმაჩნია, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი. ეს განცხადება მაშინ პროოპოზიციურმა პროპაგანდისტულმა არხებმა გამოიყენეს და კანონის დარღვევით ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამები საეთერო ბადიდან გააქრეს, რასთან დაკავშირებითაც ასევე არ გაჭირვებია ელჩს კომენტარის გაკეთება. ამაზე პარასკევს მთხოვეს ჩემი აზრი გამომეხატა. ვისაუბრე ძალიან ღიად და გულწრფელად. მედიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სურთ და რა არ სურთ. რა განცხადებების გათვალისწინება სურთ და რისი არა. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. პირადად ჩემი აზრის გამოხატვა მთხოვეთ თქვენ, მედიამ. მე გამოვხატე ჩემი აზრი და კვლავ იმ მოსაზრებაზე ვარ. მაგრამ დღეს, როდესაც მედია აზრს ეკითხება, იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში, ელჩი ამბობს. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. თუმცა მას იგივე არ განუცხადებია, როდესაც დამნაშავე სააკაშვილზე სთხოვდნენ კომენტარებს, როდესაც მაგალითად კონკრეტული მისიით ჩამოსული პოლონელი ექიმების ვიზიტზე ამბობდა. ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან, ასევე მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ ვივამედის ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. ეს იმ ექიმებზე, რომლებიც როგორც შემდეგ გაირკვა სააკაშვილის ბიოლოგიურ მასალას იპარავდნენ. სავარაუდოდ შემდგომში იმ კვლევის მოსამზადებლად, რომელსაც ვითომ და პატიმრის მოწამვლა უნდა დაედასტურებინა. როდესაც ეს კადრები გასაჯაროვდა, ელჩს არ უთქვამს, რომ წუხს მისი თანამემამულე ექიმების საქციელის გამო და გმობს მათ. ეს მცირე ექსკურსია იყო წარსულში. ექსკურსია, რომელიც აბსურდულს ხდის პაվել ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის ვერ გააკეთებს კომენტარს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. მაშინ, როდესაც მთელი მისი საქმიანობა საქართველოში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ენციკლოპედიად არის ქცეული. და ორმაგ სტანდარტებსაც რომ შევეშვათ, ზოგჯერ ტყუილითაც კი გაჯერებული. და ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში. მაშინ, როდესაც 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძოთ ასოცირების დღესასრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. სწორედ ეს შეაფასა ბატონმა ჰერჩინსკიმ მაშინ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად. არადა ჯერ კიდევ ივლისში ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. რითაც მაშინ რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას მისცა საკვები წინასაარჩევნოდ. იმ ოპოზიციას დაეხმარა, რომელიც ახლაც ევროპის დღის ღონისძიებაზე მის საპატიო სტუმრებს წარმოადგენდნენ. იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც როგორც ელჩი ამბობს, მისგან მოსაწვევი კი არ უნდა მიეღო. Facebook-ი უნდა ესკროლა, რომ ღონისძიების შესახებ კლიპები ენახა. შემდეგ კი ეს კლიპი მოსაწვევად ჩაეთვალა. ფაქტია, რომ ევროკავშირის ელჩი სწორედ იმ ორმაგი სტანდარტის, მიკერძოებულობისა და ხშირად უსამართლობის ანარეკლია საქართველოში, რაც ბოლო პერიოდში ბრიუსელს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ეს საზოგადოებამაც იცის. იმასაც ძალიან კარგად ხვდება ყველა, რომ ევრობიუროკრატია ფსონს მარგინალიზებულ, თუმცა მორჩილ პოლიტიკურ ჯგუფს ედებს ოპოზიციის სახით. მაგრამ იმდენად რთულ მდგომარეობაში არიან, ჯერ ვერ მოუფიქრებიათ, რა ფუნქცია განუსაზღვრონ ურეიტინგო და უნიათო ოპოზიციურ კლასს. ქუჩაში დატოვონ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე გაუშვან. დირექტივა ჯერ არ მოსულა და სწორედ ამიტომაც უჭირს ელჩს საკუთარი აზრის დაფიქსირებაც. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა. მხოლოდ ეს არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პაվել ჰერჩინსკი
კუჩინსკის მოულოდნელად გაახსენდა, რომ ელჩია და არა ქვეყნის კომენდანტი, რომელიც ყველა საკითხში ცდილობს ჩარევას.